იმ გმირების სათერძალ შევსვან, ვინც ხალს ნეობა შეუნარჩუნა, ვინც არ ზოგავდა სულსა და ხორცს იმისათვის, რომ ჩვენ ყოფილიყავით მდაბალნი, მოწყალენი, უმანკონი, მშვიდნი, მოსიყვარულენი, ბედნიერნი, მამაცნი, თავდადებულნი. იმ ხალხის სულის ხსენება იყოს, ვინც მოაქცევდა ცოდვილებს, ასწავლიდა უმეცარ. მართალია, ღვიძლი და თათარს მიათხოვა და შემდეგ მედროვეს მიხიდა. ნათელა ჯაყელი მოიტაცა და სამუდამოდ დაასახიჭრა. 10 წლის ანგელოზივით ქალიშვილი ვიღაც ბელურს გაატანა. ეკლესიებს მიწები წაართვა და იქ ცეცხლითა და מחვილით აყრილი მთიულები დაასახლა. ყველა ბრძოლაში წინ მიძვრება და ათასობით ქართველს აწყვეტინებს ტყუილ უბრალოდ. საქმეზე რომ მიდგება, მონასტერში გარბის ცოდვილი სულის გადასარჩენად. დავითულუ ასეთივე ლაჩარი იყო. ჯერ თათრებს აუჯანყდა, მერე კი დასავლეთში გაიქცა დავით ნარინთან. ამის გამო კი გვანცა დედოფალი აწამეს. პაპამისი ლაშა გიორგი ხომ მთელი დღე ბოზებში ეგდო და თავისი უტვინობით ერი გადაგვარების გზაზე მიიყვანა. მეორე პაპა კახაბერმა ნარინთან შუღლის გამო ქუთაისი თათრებს ორჯერ გადააწვევინა. ორჯერ. მეფია. აი, ასეთი მოდგმის მეფე ხარ. და რა ხაგიკვირთ რომ ამ დღეში ხართ? ღმერთს მადლობა უნდა უთხრათ. რომ რაღაცნაირად არსებობთ. ერთხელ ამოიღო ხმა დავით აღმაშენებელმა. ვინ გეხვეწება შულს რო ათხოვებო და ისე დილეგში დაალო. წავიდეთ, დავატყვევო და გავასამართლო დიმიტრი მეფე. ადექით, რას უსიხართ? წავიდეთ და დავანგრევთ მეფის სასახლე. წავიდეთ. რას გაჩუმებულ ხარ? დიმიტრის უთხრათ ყველაფერი. რამ დაგაშინეთ? რამ დაგაბრმავად? რამ დაგაბეჭავად ასე? აცხონოს უფალმა თავდადებულთა სულები. ღმერთმა ცოტა უკეთესი ხელმწიფე მოგცემთ ეს თქვენი დიმიტრი. მეფე ქართველთა, სომეხთა, რანთა, კახთა, მესხთა, ჰერთა, შტერთა, გიშთა, უგუნურთა, გადარეულთა, ბრიყვთა, უდარდელთა, გესლიანთა, ავთა, მედროვეთა, სამშობლო წართმეულთა, გატიალებულთა, ხერხემალ გადამტვრეულთა, ქვაქვასე არ დატოვებულთა, ბედა წართმეულთა, ბედა წყევლილთა გაწამტვერებულთა, უიღბლოთა. უიღბლოთა. მომთმენთა, კეთილთა, გულჩვილთა, გაუტეხელთა, ერთგულთა, თავდადებულთა, ღვთისმიერთა. დაგლოცეთ.